38 დღეა, რა თქმა უნდა, ორი აზრი არ არის. რუსთაველი გადაკეტილია, უბრალოდ სანამ მოვიდოდი იქამდე. რაღაც დაახლოებით 1 საათით ადრე. მე მოხარული ვარ და შესაძლოა ამ დღესაც გრძელი ვიდეო არ გავამოვიდეს. ჯერ პირველი იყო და ევრონის. ხო. აქ მე ვარ. ეგოთ იქით კიდე გრძელდება აზრის იქით ზუსტად არ ვიცი რამ ხელა მანძილი აქედან გავიხელე სახი გამოვაჩინა თუ არა ფოტოში გამოგაჩინოთ ძმაო თუ არა? აი, მაშინ იყოს ასე. ნაკლები პრობლემისთვის. არა, საერთოდ. იქ გაიშეკრება თითქოს. იკაიბლომა და ხალხი აქაც საკაიფოდაა, ასწორებს. აქ უკვე ცოტა ვდება, მაგრამ ეგ არაფერს არ ნიშნავს. თავარია რუსთაველი გადაკეტილია, იოუ. და კიდე იქამდე გადაიკეტება, სანამ ჩვენსაც არ მივაღწევთ. აქ რაღაც რეკონსტრუქციას აპირებენ, როდესაც არაფერია გასაკეთებელი, რადგან ისედაც უკვე ახალია ყველაფერი და ნორმალურად გაკეთებული. იმიზეზებენ, იმიტომ რომ აქციები დაშალონ. არ გამოუვად გადავინაცლებთ სხვა ადგილას, ან აქვე გვერდზე, ან კიდე რამე უფრო მაგარს მოვიფიქრებთ. ახლა მაგარიგად შური და გამოფიტული ვარ, ვერაფერს ვერ ვფიქრობ, მაგრამ ჩვენ ბევრად უფრო ჭკვიანები ვართ და ერთი 10 ნაბიჯით უფრო წინ ვართ, ვიდრე ის ნაბიჯრები არიან. იოუ. ჩვენ გავიმარჯვებთ, იმიტომ რომ ჩვენთანაა სიმართლე და რადგანაც უსასრულოდ მართლები ვართ, ესე იგი ღმერთი ჩვენთანაა, მაშასა და მე გავიმარჯვებთ, აუცილებლად. პირდაპირ ვერ ვიღებ ხოლმე. მაგრამ კაი ინფორმაცია გავიგე, მაგრამ ამ ვიდეოსაც იქამდე არ დავდებ უკაცრავად.
გამარჯობა პაპა. გადავიდება მასაც. ჯიგარი ხარ პაპა. ხო, რის თქმას ვაპირებდი, ანუ ხვალე უნდა გადავიკრიფოთ ერთ ადგილას. ანუ ალბათ ამას ხვალ როცა უკვე ვიზავთ, მაშინ დავდებ ან ზეგ ჩემი სურვილი სამებრ, რომ პრობლემა არავის შეუქმნა. და ექიმები და პირვადეებს გთავაზობენ ბლომად, ოღონდ ერთად უნდა შევიკრათ და ერთი აი პატარა მსვლელობასავით გავაკეთოთ. გაუმარჯოს რა, არა. ხო და ერთად რო შევიკრებით და რაღაც 500 ან 1000 ან 2000 ადამიანი ერთბაშად რო გავიკეთებთ, მე უკვე ჩემი ფეხები და ახლა ერთმა გაიკეთოს, ორმა და დავჯარიმდეთ, ეგრე არ უნდა გავწივოთ ერთმანეთი, ასე ვთქვათ რა. ხო, ვიკითხავთ ვის უნდა ვის არა და გავაკეთებთ ამას რა. ცალკე არის გირჩი, რომელიც აპირებს ამის დაანონსებას, რა ქვია მაგას, ბალაკლავებით ხალხის თემაში და არ ვიცი. ვის აქვს, ვის არა აქვს, ვის უნდა, ეგაც საკითხავია და ეგაც ცალკე გასაყვანია და ასე შემდეგ. თავარია მოგვარდეს და ისე გავაკეთოთ, რომ რამდენიმე კანონი უკან გავაწევინოთ, ისე რომ ჩვენ თვითონ არ დავჯარიმდეთ, იოუ. დროებით ყველა ექიმს დიდი პატივისცემა, მით უმეტეს ვინც აღდგას ჩვენს გვერდით. აი რავი, შევედი ჩაისა და ყავის დასალევა და ეგრევე სიმჭიდროვე მოიმატა ბლომად ხალხმა ასწორებს. საქართველო! აფხაზეთი საქართველო! საქართველოს ეს არ ვიცი, ალბათ რუსები არიან, მაგრამ ჩვენ მხარეს.
შეიძლება სხვა ქვეყნის წარმომადგენლები რა აზრი აქვს, თავარია ჩვენ მხარეს არიან, იოუ. ამათ გამოუარე გული ვანახე და ახლა ეს როგორც ყოველთვის დაემატა დროშები თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს, ეს წინა ვიდეოში რაც ქენით გაჟონა წერტილი და ხელახალი არჩევნები. იოუ. მაგარი ჯიგრები არიან. სიმართლისთვის მებრძოლი სტუდენტები. იოუ. პირველი 15 წუთია. გზა გაიხსნა უკვე და რა ვიცი. მივდივართ სახლში. ძალიან დიდი ხანი ცალკე საუბრობდით. საინტერესო ხალხი და ვიდეოს მოვაკელი, ხო? ბევრი საინტერესო კადრიც ალბათ გამომჩა. დროებით შემდეგ ვიდეომდე. შემდეგი მინდა რომ 23 ნაწილი იყოს street artist და graffiti-ის, მაგრამ არ ვიცი რა იქნება დროებით. ჯუჯები სტუდიო. რუსთავ. Fuck the system. Yahoo! შენ მირთხავ მე ვდგავ არ ვიბძ. შენ ბუდავ მე ვდგავ არ ვიბძ. შენ მესვი მე ვდგავ არ ვიბძ. ვდგავ. დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გვინდა რა საღებავი კედლები და გამოფენა ქუჩაში სტუდენტების ხმამესმის და ნუ უძვირებთ გინას მათ გამოყრიდა ერთად ხატავ დაგერხევა თუ წაშლით თქვენ მიხვდებით ქუჩა ყვირის ხატრებს გვინდა ბალონი ყავის ხოლო ჩვენი მიუნხაუზენი ბარონი სისხლის ფასად საღებავი კვებაზე კი ტალონი იდეისთვის მებრძოლ არტებს ყველას ჩემი შალომი ამბობენ რომ ცხოვრება არის სრული ჰარდკორი მე კი ვხატავ ფლეიმისა და ლუპის ბალონით დღეს რა ვქნათ ვინც ვერ გამდიდით და ვერც გავლოცდით ვიდგეთ ისტორიის სწორ მხარეს გამარჯვებამდე ქვეყნად სამართალი თავისუფლება განვითარება მუდამ წინსვლა მარად შემეცნებით ხელოვნება თავისუფლება პოლიტპატიმრებს თავისუფლება მარად იმას წერდა ვხატავ რასაც ვხედავ პროტესტ ჩემში ავაყვერე კორპუსებს ღოვებს ჯიხრებს დღე მე ვიცნობ ქალაქში კედლებს და ქალაქის კედლები მიმიცნობენ მე დაბუნაინთ თუ ასიებს არაცენს დახატავს ბანერებს რუსული კანონი კი არა მონებო ხელებში შეგრჩებათ მალე მოვა ჩვენი დრო და ჩვენ წავიმაღლებთ ხმას დღეს ხუთიანს თუ დამიწერთ ხოლ არინანებთ მას მე ხედავ რგი ბავშვი არ მყავს კვლავ სიმართლე ვდგავარ 31 წლის მარად ჯენზი ვარ და თან ვდგავარ ვიბძვი შენ მირთხავ მე ვდგავარ ვიბძვი შენ ბუდავ მე ვდგავარ ვიბძვი შენ მესვი მე ვდგავარ ვდგავარ პატივისცემა ყველა იმ მუსიკოს მსახიობს მხატვრებს street artistებსა და ლოკალურ გრაფერებს ყველა იმ ხელოვან ხალხს ვინც წინსვლის სამართლიანობის განვითარებისა და თავისუფლებისთვის იბრძვის ვინც აქციებზე დგას და აფიქსირებს თავის აზრს და მხარდაჭერა მათ მიმართ ვინც უკანონოდ დაიჭირეს სამშობლოს სიყვარულის გამო ფრაზა მარო მაყაშვილის წერილიდან მოვკითხავ ყველა ჩვენებს ნუ გეშინიათ გავიმარჯვებთ სახელოვნად